მეფედრონმა საქართველო დაიპყრო. ეგრეთ წოდებული მეაუს ეპიდემია საქართველოს თითქმის ყველა დიდ ქალაქს მიწვდა. ხელმისაწვდომობისა და მძლავრი ეფექტების გამო მეფედრონი ახალგაზრდებში ერთ-ერთ ყველაზე მოხმარებად ნარკოტიკად იქცა. მეფედრონი კატინონების ჯგუფის სინთეზური სტიმულანტია, რომელიც იწვევს ეიფორიას, ენერგიის მოზღვავებას, სიფხიზლის მძაფრ შეგრძნებას და სექსუალურ აღზნებას. მას კატის შარდის მსგავსი სუნი გამოარჩევს და ყნოსვით მიღებისას მომხმარებლებში უჩვეულოდ მტკივნეულ წვას იწვევს. ტრადიციული სტიმულანტებისგან განსხვავებით, მეფედრონი ორგანიზმში ბედნიერების ჰორმონის, დოპამინის და სეროტონინის მარაგებს ერთბაშად, არაბუნებრივი რაოდენობით გამოყოფს. იმის გამო, რომ ნარკოტიკული თრობა მეფედრონის შემთხვევაში შედარებით სწრაფად გადის, მომხმარებლები მალევე იწყებენ ახალი დოზის მიღებას, რაც მათ გონებას და ორგანიზმს მუდმივი შიმშილის მდგომარეობაში აგდებს. შესაბამისად, იზრდება ზედოზირების რისკი. ამასთან, მეფედრონის მიღებისას თრობის გასაძლიერებლად, მომხმარებლები ხშირად ამატებენ დიდი რაოდენობით ალკოჰოლს, რაც ზრდის გაუწყლოვანების რისკს. მიღებიდან მეორე დღეს კი აძლიერებს ეგრეთ წოდებულ კამდაუნის ეფექტს. რისგან თავის დასაღწევად მომხმარებლები ხშირად ნარკოტიკის ხელახალი მიღებას ცდილობენ. და ესე ექცევიან მუდმივი მოხმარების ციკლში, რასაც მარათონს ეძახიან. რაც მთავარია, საქართველოს შავ ბაზარზე მეფედრონის სახელით არაერთი დაბინძურებული ნივთიერება იყიდება, რომელსაც ხშირად ფენტანილის ლეტალური დოზაც კი აქვს შერეული. სწორედ ამიტომ გახშირდა ბოლო დროს მეფედრონის მიღებით გამოწვეული კომატოზური მდგომარეობების და გარდაცვალების შემთხვევები, მათ შორის ახალგაზრდებში. ამიტომ კარგად უნდა გესმოდეთ. ეგრეთ წოდებული უწყინარი გართობისთვის რამხელა რისკზე მიდიხართ და რამხელა ფასს იხდით თქვენი ფსიქიკური და ფიზიკური ჯანმრთელობა. ფედერალისტების ამ კამპანიის მიზანია მოგცეთ ცოდნა, რომელმაც შესაძლოა ხვალ თქვენი ან თქვენი მეგობარის სიცოცხლე გადაარჩინოს. გააზიარე ეს ვიდეო, რომ რაც შეიძლება მეტ ადამიანს შევატყობინოთ ნარკოდამოკიდებულების კატასტროფული შედეგების შესახებ.